ახალგაზრდა რეჟისორები, სცენარისტები, ოპერატორები, კომპოზიტორები და მხატვრები ერთი პროექტის გარშემო ერთიანდებიან. 12 შემოქმედებითი ჯგუფი 12 ფილმს გადაიღებს. 8 წუთიანი კინოსურათები წელიწადის სხვადასხვა თვეებზე მოგვიყვებიან. ასეთ იქნება TBC ბანკის მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც ბანკის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველი ფილმის გადაღებები თბილისში დღეს დაიწყო. ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი, გადასაღები მოედნიდან. სცენა 239-ია, დუბლი 1. პირველი სცენისთვის გადასაღებ მოედნად ძველი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, ანჩის ხატის მიმდებარე ტერიტორიაში არჩიეს. სურათის რეჟისორს დავით ქემხაძეს ჩაფიქრებული აქვს, რომ ფილმში მოქმედება მხოლოდ ღია ცის ქვეშ განვითარდეს. ამისთვის ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანი და გუდაურის სათხილამურო ტრასაში არჩია. სწორედ ასეთი იქნება 8 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს მარტისთვის ასოციაციას შეუქმნის. გიორგი ჯორჯაძის სცენარი არის თინეიჯერებზე 13-14 წლის გოგობიზე, ეს არის სუფთა ქართული ფილმი. დაწყება, განვითარდება ინტრიგა, ქართული მაყურებელი მინდა დაუბრუნდეს ამ პროექტის ქართულ კინოს. მთელი ფილმი ალბათ ნატურაზეა უფრო გარეთ გვიწევს გადაღებები, რამოდენიმე კადრი არის სადარბაზოში, ძველი თბილისის საუკეთესო ცდილობთ, რომ ძალიან ლამაზი ადგილები, მოკლე ფილმია, რადგან ლამაზ ადგილებს ვეძებდით, იმედია ვიპოვეთ, აი გაბრიაძის თეატრთან ვიღებთ ამ პირველ კადრებს. ახალგაზრდა კინორეჟისორებს, ოპერატორებსა და სცენარისტებს გადასაღებ მოედანზე რჩევებს ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე აძლევს. როგორც პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ის ყველა გადაღებას დაესწრება და დებიუტანტ კინომწარმოებლებს დახმარებას გაუწევს. პირველი გადაღების დღე და როგორც თქვი, ველოდებოდი ქაოსს და რაღაც დაბნეულობას, აბსოლუტურად კონცენტრირებული და ორგანიზებული დღეა. რა კადრებიც იყო გათვალისწინებული, გადაღებულია, საოცრად თაობა ისეთი ანთებული და შეყვარებული თავის საქმეში, რომ ეს ასე უბრალოდ არ ხდება. ესე იგი მოვიდა ახალი ტალღა, მოვიდა ახალი თაობა, მოვიდა კინოში ახალი სისხლი და ენერგია. TBC ბანკის მასშტაბური პროექტის ერთ-ერთ ნაწილ კინოპროექტ 2012 200-ზე მეტი დამწყები რეჟისორი, სცენარისტი, ოპერატორი, მხატვარი და კომპოზიტორი გამოეხმაურა. თუმცა საბოლოოდ ცნობილი ქართველი ხელოვანებისგან შემდგარმა ჟიურიმ მათგან საუკეთესო 60-ში შეარჩია. წელიწადის ყველა დროს თითო სურათად სწორედ 12 გამარჯვებული შემოქმედებითი ჯგუფი აქცევს. ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროექტში მონაწილეობს 60 ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, კინემატოგრაფისტი, რომლებიც გადაიღებენ ყველა თვეზე, იმიტომ რომ უკვე გაკეთებულია კალენდარი და ასევე დღიური 12 თვეზე და აი ამ თვალსაზრისით კინოპროექტის დაკავშირებული ამ საერთო კონცეფციასთან. მასშტაბურმა პროექტმა არა მხოლოდ კინომწარმოებლები, არამედ სხვადასხვა ჟანრის პროზაიკოსები და ფოტოგრაფებიც გააერთიანა. უკვე გამოიცა დღიური, სადაც 12 ქართველი მწერლის, მათ შორის გურამ დოჩანაშვილის, ანა კორძაია სამადაშვილის, ნესტან კვინიკაძისა და აკა მორჩილაძის ნოველებია წარმოდგენილი. საიუბილეო TBC ბანკმა ასევე გამოსცა კალენდარი 12 ცნობილი ფოტოგრაფის მიერ დანახული წელიწადის 12 თვე, რომელიც სწორედ ამ მწერლების ციტატებითაა გამდიდრებული. 12 ახალი ფილმის პრეზენტაცია 17 დეკემბერს TBC ბანკის საიუბილეო საღამოზე შედგება.